მე ვარ PMG-ნიკა და ამ ვიდეოში ისევ გადავიღებთ ბლოგს ჩემი ახალი აკაუნთით. ამ აკაუნტზე, როგორც გითხარით, Dragon Talon იღა გვაკლია. Dragon Talon-ს როგორც ავიყვანთ 400 მასტერიზე და შემდეგ მაგით უკვე God Human-ის ყიდვაც შეგვეძლება. God Human-ს აუცილებლად დავითრევთ და რადგან გვჭირდება რომ ვიყიდოთ ისა Dragon Talon-ი უნდა წავიდეთ სიბისტის მოკლაზე, იმიტომ რომ სიბისტის მოკლა არა მარტო ფულს გვაძლევს, რომელიც მჭირდება, არა მარტო, არამედ ფრაგმენტებსაც, რომელიც ასევე გვჭირდება. ასევე თუ გზაში შეგხვდა გემები, ეგენი ცუდი არ იქნებიან, იმიტომ რომ მოკლათ რა. და წინა, გუში წინა დღეს, ვკლავდი ასე სიბისტებს რა. და სიბისტებსაც და რაღაცეებსაც. ტერორ შარკმა დამიგდო ტერორ თვალები. თუ ამ ტერორ თვალს კიდე 2 წელს დამიგდებს, აუცილებლად ავიღებთ ამ აკაუნტზეც ჩემს საყვარელ weapons. ხოლო აი ეს ძველი აკაუნტი, რომელშიც მქონდა შარკანქორი, თამაშდება. ოღონდ გათამაშდება. ხო, დღეს გათამაშდება. და ეხლა რა არის წესები? უნდა დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დააკომენტაროთ თქვენ რაც გინდათ რა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ამოგირჩიოთ რენდომულად. დანარჩენი არაფერი წესები არ არის ხალხო, ადვილი წესებია. უბრალოდ გამოიწერეთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტარეთ ნებისმიერი რამე. აგერ ვინც არ იცით როგორი აკაუნტია და თუ უფრო მეტი დეტალები გჭირდებათ, გადახედეთ წინა ვიდეოებს. და ახლა უცებ წავიდეთ რა, მოკლათ სიბისტი მაინც. და იმედია ამოგვივა 3 თავას სიბისტი, რომელიც Rambling Water-ებში ამოდის ხოლმე. ადრე შარკანქორს როცა ვიღებდი, იმენა 1000 მაგეთი 3 თავას სიბისტი ამომივიდა, მაგრამ ყველა დავაიგნორე რა და მtkირათ მინა ესენი. არ ვიცოდი, არ დავუფიქრდი რა კარგ რამეებს მოგცემდა. სიმართლე რო გითხრათ, ახლა გზა მაქარეული. როგორ მერია გზა არც ვიცი. თან მაგრა გლიჩავს ეს თამაშიც. აგე? ხო, ეხლა მივხვდი გზას. მიახლოებით ესე უნდა წავიდეთ წესით და რიგით. ნახოთ მაინც აი ესე გავაგრძელებ სიარულს. კი, მაღლა იწევს თან არც ნელა და არც სწრაფად. ასე ვივლი და მიახლოებით danger level 3-მდე რომ მივალთ და გიბრუნდებით. მოკლედ, აგერ danger level 3-ში ხა უკვე შევალთ. გემები მესვრიან თუ რა არის. და შევედით danger level 3-შიც. მოკლედ ცოტა გაცილებული ვარ ხალხო და თუ რაღაც იგივე ხმა მქონდა და ან რაღაცა, არ შემჩნევთ რა. იმედია ამოგვიხდება 3 თავას სიბისტი, ან 1 თავაც კაი იქნება, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მოვკლავთ მაინც. და გემები ყველაზე მეტად მეისხება, იმიტომ რომ ესე მოდიან და გინგრევენ გემს. თან არ ვიცი ძმა, იმენა ვერ არტყავ რა მაგათ. კი არტყავ, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა დავარტყო ძმა. ძალებს ვისვრი, მაგრამ არ ხვდებათ. უმეტესი ცდებათ. და ასე ვისაც გაქვთ ისა, ხო, Leviathan-ის ბოუთი, დამამატეთ, ჩემი username იქნება კომენტარებში და აუცილებლად დამამატეთ, იმიტომ რომ Leviathan Heart-ის შოვნა ძალიან მინდა. მაგრამ არ ვიცი ახლა ვინმე დამხმარე გუნდიც უნდა წავიყვანოთ, ამიტომ ვისაც გინდათ წამოსვლა, რა ვიცი. და ვისაც გემიც გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში, რავი. სხვა რა უნდა ვთქვა. მაგრამ ძალიან დიდი ხანი დასჭირდება. მართლა ძალიან დიდი ხანი სჭირდება ხალხო და ასე ვაპირებ რომ V4-იც ავიღო, იმიტომ რომ Angels-ზე მაქვს V3 და V4-ის აღება ძალიან ადვილი იქნება. იმიტომ რომ просто Mirage Island-ი უნდა გაიჩითოს რა. და დანარჩენი მერე უკვე აღარაფერია. თავარია Mirage Island-ი გაიჩითოს. და გაჩნდა ჩვენი სიბისტი. ეხლა უცებ დავაკლათ. ესე და ესე. ყველა ძალა მივახარე და ამით აიცილებ. ეს ისევ გამოვთოთ ხალხო, იმიტომ რომ ახალც უნდა მესროლოს და ყოველ ესეთ როლებზე ყოველ ესე როცა ამას გესვრია, ამ იმას რა, რაღაცას რო ისვრის. როცა ამ ყველაფერს გესვრის ეს სიბისტი. კი, ან დიდ რაღაცას.
მაშინ უნდა ყველაფერი მიეყაროთ რა. ვაი, მე რა მყავს? აირანები ძმა. აი ესენი არიან, რა ვიცი, სიბისტეზე და ტეროშარკეზე ძლიერები. ესენი თუ მოვყალი გადარჩენილი ვარ ჩათვალეთ. ხა რა ხდება? და ასევე ხლა იმედი ამას მალე მოვკლავთ. იმ აირანების ბრალია ყველაფერი რა. ხა ეს სიბისტი მე მომკლავს უეჭველი. ცოტა არ დავიხილე? ხო რა. ვაი მე სად გადავჭი ხალხო? მალე ძმა ძლივ ჩავიდა, კიდევ კაირო ჩავიდა. ეხა ახლა ნამოხდეს და მალე უნდა ყველაფერი მივაყარო. ახლა ეს ჩართოთ. ეს და ბოლო ამოხტომა იქნება. მოვკალით. კინაღა მომკლა ასევე. ხა ეს ჩემბრალი არ იყო. თვითონ აირანებმა იმდენი დამაკლეს. ანუ აირანები არიან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ისინი რა. ყველაზე მეტად ეგანი მეიზღებიან მაგის გამო. საიდან ხო სხვა მოხდება და იმდენს გაკლებს ძმა, სიბისტი კი არა ტეროშარკი ვერ დაგაკლებს მოგდეს. ხა შარკები ბოტები არიან. დიდი არაფერი არაა. ნახოთ კიდე თუ ამომიხდება დაგიბრუნდებით რა. ხალხო აგერ გემით ხო დავდივარ და ვიღაც მეორე გემით შეგხვდა. იმედი არ მომკლავს. აჰა, ჩაგუჟა. სიბისტი ამოხდა. ახლა უკვე ეს უკვე კაია. მაგრამ აი ეს ტიპი თვითონაც ძალიან ბევრს დაგვაკლებს, იმიტომ რომ ჩემი, ანუ ალაი არ არის დამატებული ხო იმას შარკობს ერთმანეთს. ანუ ამას არ ტყავს, მაგრამ მეც დამაკლებს რა. აი ესე. ეხლა სიმართლე ვიტყვი, არ ვიცი რაღაცნაირი ვირუსი მიჭერს. ცხოველში მიჭერს ხალხო და ანუ ყალიც მტკივრა და ამიტომ თუ რაღაცა ისეთი იყო არ შეიჩნიოდ. ამ კაცაც ვარ ტყავს ამწუხაროთ თუ საბედნიეროდ. სამწუხაროდ რა საბედნიეროდ რა არის მან საბედნიერო. ოღონდ აირანები კიდე გადით ძმა, გადით. ახლა ესენი მოკვდები. მალე მოკვდები. ხოში. აი ეს. ტიპისაც წავიდა არ ვიცი. აი ის თვითონაც წავიდა მოკვდა? არ მგონია რომ მომკვდარიყო. აი ასე აუყურეთ. დიაბარა, კიდევ ერთი სიბისტი ჩავაგდით. მაგრამ ის ვიღაც აქ აღარ არის. ახლა მოკლედ გემში პოვი და წავედი კიდე. ბოდიში თქმები. ჩემად ძმა მოვერ გააჩნია დახნით. კარჩე ვიდეოში სუხტება ხოლმე რა და დაიკიდეთ რა ეგა. ახლა სიმართლე გითხრათ 4-დან 5 სიბისტამდე გვჭირდება რომ დავითრიოთ ეს დრაგონ ტალონი. ოღონდ ჯერ მარტო ფულისთვის და დანარჩენი კიდე ხო ის გვაქვს კიდე ფრაგმენტების საშოვნი. კარჩე ამ 4-დან 5 რომ მოვკლავთ ვაგდებს 150-მდე და ორი დააგდებს 300. 3 დააგდებს 450. ხო რა. მიახლოებით ერთი რეიდი დაგჭირდება მერე. ან ორი რეიდი. მაგ ორ რეიდსაც მერე გავაკეთებ ხალხო და შემდეგ ვიდეოში დრაგონ ტალონით დაგიბრუნდებით. ახლა ერთ სიბისტ მაინც გამოვკლავ, ძალიან პატარა ვიდეო რო არ გამოვიდეს და ეს გამოვურთო ეს. კაროჩე ვინც არის ცოდით აურა როცა გაქვთ ჩართული, სიბისტები ნაკლები შანსია რომ გაჩნდნენ. ახლა გამახსენდა მეც და მაგიტო გამოვდე. და ახლა უკვე danger level 2-ში გადავალთ. danger level 1-ში და 2-ში სიბისტების პაუნდებიან და მერე 2-ის მერე უკვე ტეროშარკის გაჩენის ისიც არის რა. ანუ 2-ში, 3-ში, 4-ში და 5-ში და 6-ში ჩდება უკვე ტეროშარკებიც. ეს ზუსტად არ ვიცოდი. გუშინ ვიყავით danger level 2-ში. პროსტა მივდიოდით რა ხო იცით. და ამოგხდა ტეროშარკი. იასნა მოვკალი, მაგრამ ხა მაინც დიდი არაფერი იყო რა. აი ეს სიბისტივით ძალიან ბევრ ფულს რო ყრიდეს, კაი იქნებოდა. იმიტომ რომ ტეროშარკები ამ ბოლო დროს უფრო მისპაუნდებიან ვიდრე სიბისტები. გემები ახლა გვინდოდა.
მე ვასროლე ძმა. ამით ვაკლებ? არ ვიცოდი ხალხო. აი ამ ბომბებს რო ისვრით ხო იცით? აი ესე რო აწკაპებ რა და რო ისვრის. აი მაგემით, აი ამ რაღაცით შემთხვევით მივარტყი და დააკლდა სუთხა შორის გულები, რომელიც არ ვიცოდი თუ აკლდებოდა. არ ვიცოდი მართლა ხალხო. ახლა უკვე danger level 3-თან ვიტრიალებ. აი ასე მიახლოებით აი აქ ვიტრიალებ ხალხო და როგორც გაჩნდება დაგიბრუნდებით აუცილებლად. ხალხო, ამ მოგვიხდა ჩვენი სიბისტი. აგერ არის იმედი ახლა ამოვა რამბლინგ ვათარებში და რაფსი იყო რა. იმენ რას ჩახტება ხოლმე. ამბობდა იყავი რა. ახლა იმედია მოვკლავთ ძალიან ადვილად. აი ასე დაველოდოთ ამოსვლას. ეს რაფსის ისინი მეცემაზე ვიდან და ძალით მასროლინებს რაღაც ძალებს. აი ასე გადავიდეთ აქეთ. ასევე მე ვაპირებ ხალხო რომ ანჯელის V4 დავითრიო, იმიტომ რომ PvP-ისთვის ყველაზე მაგარი ეგაა. იმიტომ ის ყველაზე მაგარი ხალხო რომ ანუ ახლა სიმართლე არ ვიცი, სკარდა სიმართლე რო გითხრა და არ ვიცი რატოა ყველაზე მაგარი, მაგრამ ასე ამბობენ რა და მეც დავითრე. თან მაგის V4-იც არის ყველაზე მაგარი. იმიტომ რომ ანუ გარშემო თუ გახარ დემეიჯ შეკეთებს და ანუ ძლიერია რა. წინა ვიდეოში PvP-ს რო ვაკეთებდით, ხო დაინახეთ V4 როგორც შემოთო, ძალიან ცოტა გულები ქონდა, მაგრამ რაც გააკეთა. ახლა ვეცდები უცებ დავაფინიშო, იმიტომ რომ დიდი დრო არ დავხარჯოთ ამ ერთსიბისტზე. ოპა. ესეც ასე. და შენი ბოლო დატოვების იქნება უკვე. მოვკარეთ. ძალიან დიდი ფული ესენი დავითრიათ ამ ვიდეოში. შემდეგ ვიდეოში უკვე დრაგონ ტალონით დაგიბრუნდებით. ახლა გემშვიდობებით, ნახვამდის.